მიადგა პოლიცია ქუჩაში და წარუდგინა სასამართლოს განჩინება და უთხრა, აი ჩვენ წინასწარ გვაქვს განჩინება აღებული, შენ გაქვს იარაღი თანო. ნუ ამ ადამიანმა რა თქმა უნდა უარი განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ოქრების მიხედვით თითქოს ამ ადამიანს ჰქონდა ცეცხლსროლი იარაღი. ნუ წაუყენეს ბრალდება იარაღის შეძენა, შენახვა-ტარება, ახვეთი ცნობილი ბიზნესმენია, ეს ადამიანი პირველივე წუთიდანვე იძახოდა, რომ ცეცხლსროლი იარაღი ჩემი არ იყო, მოგმართა ჩვენ კომპანიას მისი ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის, ჩავერთეთ, ნუ საქმე გართულებული იყო იმით, რომ წინასწარ იყო ოპერატიული ინფორმაცია და მოსამართლის განჩინება იყო, რომ ამ ადამიანს იარაღი იყო. ხა წარმოიდგინეთ, ქუჩაში მოგადგებიან, ჩხრეკას გიტარებენ, ყვირი ხარ, არ არის ეს იარაღი ჩემი და 4 პოლიციელი ხელს გადებს და გეუბნება, რომ გინდა თორე შენი ეს იარაღია. და დაიწყო საქმის განხილვა, ჩვენს მიერ ბუნებრივია შედგა სტრატეგია და აი იქ ვიპოვეთ გარკვეული ბზარები. კერძოდ პოლიციას არ ქონდა გადაღებული ვიდეოკამერით ამ ჩხრეკის მიმდინარეობა და საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს კიდე საქართველოში, რომ თუ ჩხრეკა ტარდება, აუცილებლად მოახდინეთ ამ ვიდეოს გადაღებას. პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ჩვენო 4 ვიყავით, ეს წინააღმდეგობას გვიწევდა, 3-ო ამას აკავებდაო, 1-ო პერიმეტრს იცავდაო და ვერ მოახერხეთ ვიდეოს გადაღება. თუმცა ამ ჩვენების დროს გამოიკვეთა ურთიერთსაწინააღმდეგო და გამომრიცხავი ჩვენებები პოლიციელების. ნუ ერთი ამბობდა, რომ 3 ვიყავითო, მეორე თქვა, რომ 4 ვიყავითო, მესამემ კიდე თქვა, რომ ის პერიმეტრზე ვინც იგავითო მიცავდა, შეეშალა სხვაგვარი დაასახელა და შემდეგ აცდა ეს ჩვენებები ერთმანეთს. როდესაც ეს ადამიანი დააკავეს და ჩხრეკები ჩატარდა, ჩვენ ადვოკატებმა მოვითხოვეთ წერილობით ვიმართეთ, რომ დაგვასწარით ამ ნიმუშების აღებასაც და ჩხრეკების ექსპერტიზების ჩატარებასაც. ეს დნმ-ი, თითის ანაღმეჩნდები და მიკრონაწილაკები. შედეგად მოვიდა დასვლა, რომ არც ერთი კვალი არ ამოვიდა ამ ადამიანის. თუმცა კიდე ერთხელ ვიმეორებ, ახლა პოლიციელი ჩვენება 4 პოლიციელი იძლეოდა ამ ჩვენებას. შედეგად მოსამართლე რომ მეუთხე შელაშვილმა, მე ვფიქრობ, რომ გამოიჩინა სიმამაცე და დააყენა გამომართლებელი განაჩენი. კანონმდებლობაში უნდა იყოს განსაზღვრული ზუსტად რა შემთხვევაში აქვს ამ პოლიციას ჩხრეკის ჩატარების უფლება, რა უფლებები აქვს ამ ადამიანს ყვიროდა, ეს კაცი მოიყვანეთ ის მოწმეები დაასწარით, არავინაც არ მოიყვანეს. ამიტომ მოუწოდებ ყველა მოქალაქეს, არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული, რომ თუ ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდებიან, აუცილებლად კატეგორიულად მოითხოვონ, რომ დაასრონ ვინმე მოქალაქეები, რომლებიც ამ ვიდეოთი გადაიღებენ, ან ამათმა გადაიღონ თვითონ პოლიციელებმა, მოუწერენ ხელს ამ მოქმედებს. თუ ოქზე არ უწერ ხელს, არ ეთანხმები, პროტესტის ერთ-ერთი ფორმა არის. იმიტომ ჩვენ ხშირია შემთხვევები წამოვიდა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც მოდის პროკურორი და ამბობს, აგერ ოქზე ხელი აქვს მოწერილი და ადასტურებს, რომ ჩხრეკა კანონიერად ჩატარდა, ამოღება კანონიერად ჩატარდა, ნუ გერთმევა ყველანაირი შესაძლებლობა, რომ შენ იდაო. თუ შენ წინააღმდეგი ხარ, ბუნებრივია არ უნდა მოუწერო და რაც თავარია, ჩვენება, რაც თავარია, სანამ ადვოკატი არ მოახმა, არ უნდა მოიღო. სანამ შენ ადვოკატთან არ გაივლი კონსულტაციაზე, გამოიყენე დუმილის უფლება, მithumetes ეს დაჟადი არა და შენ საწინააღმდეგო ამას ვერავინ ვერ იყენებს, ვერასდროს რა. ნახა 9 თვის პატიმრობა პატარა საქმე არ არის, მაგრამ 6 წელიწადს გადაურჩა ეს ადამიანი.